როცა რაღაცა ძალიან ღირებულს, ძალიან მნიშვნელოვანს, ძალიან სიღრმისეულს გაიგებ, გაიაზრებ ან მოისმენ და გაგჩენია სურვილი რომ ყოლოდა ისეთი მეგობარი, ვისთვისაც შეძლებდი ამის გაზიარებას სრული სიმშვიდით, რომ ეს მეგობარი შენს ნათქვამს ზუსტად ისე და უფრო მაგრად მოისმენდა ვიდრე წარმოგიდგენია თუ გქონია ერთხელ მაინც ესეთი სიამოვნება ცხოვრებაში გილოცავ და გახარბებ რომ ჩემს წინ არის ჩემი ესეთი ძვირფასი მეგობარი ელზა ბებია არ დავაკონკრეტებ და არ ჩამოვთვლი ელზას ღირსებებს იმიტომ რომ შეუძლებელია ყველა ჩამოთვალო ამიტომ უბრალოდ შემიძლია გითხრა რომ გისურვებ ცხოვრებაში ყოლოდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც თუმცა ცხოვრება არა ერთხელ მაინც ყოლოდეს ისეთი მეგობარი როგორც არის ელზა ჩემთვის ელზა ბებია ჩემი სტუმარი და ამატირე მადლობა გიორგი როგორ აღმოჩნდა ელზა დღეს აქ ცოტა უკანა ისტორიას მოვყვები რომ ადამიანებმა იცოდნენ რა ელოდებათ დღეს მოკლედ არაერთხელ დამირეკია ელზასთვის მაშინ როცა რაღაც საინტერესო აზრის გაზიარება მომდომებია ვიღაცისთვის ოჯახის წევრის გარდა ვიღაცისთვის ბევრჯერ ჩემი და ელზას კომუნიკაცია ხშირად იწყება ესე რომ ძალიან საინტერესო რაღაცა გავიგე და მინდა რომ გითხრა ის რისი გაზიარებაც დღეს ელზასთვის მინდა ჯერ არ იცის უბრალოდ ეს შეიძლება გამეზიარებინა ტელეფონით და ამას თქვენ ვერ გავიგებდით და დარჩებოდა ჩემსა და ელზას შორის მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ელზას რაღაცას ვუზიარებ გული მწყდება რომ მხოლოდ ჩვენ შორის რჩება მიზეზი რის გამოც ელზა არის ახლა თქვენთან ერთად არის ზუსტად ის რომ ძალიან საინტერესო საკითხზე ვაპირებთ საუბარს გიორგი დიდი გამოწვევის წინაშე დამაყენე. აბსოლუტურად მომზადებელი ვარ, უბრალოდ ერთადერთი ვიცი საუბრის თემა. ეს არის რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს, რომ ადამიანები იყვნენ ფინანსურად თავისუფლები. ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა, თუმცა აი შენი საუბრის შესაბამისად ვეცდები დავსვა ის კითხვა, რაც თუ არ მეგეთქვი რა კითხვა მინდა დავსვა, იმიტომ რომ ბოლოს რაც ვისწავლე არის წამოვჭრა ის კითხვები მე თვითონ რომელზეც მინდა რომ მსმენელმა მიიღოს პასუხი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანების უმეტესობამ არ იცის სწორი კითხვების დასმა. შესაბამისად თუ კითხვა სწორად არ არის დასმული ნებისმიერი პასუხი რომელიც შეიძლება იპოვო არასწორად დასმულ კითხვაზე არაფრის მომცემი არ იქნება, იმიტომ რომ კითხვა იყო არასწორი. ფინანსური თავისუფლების ძებნაში და დევნაში მყოფი ადამიანები ხშირად აღმოჩნდებიან უფრო დიდ მონობაში ვიდრე მანამდე იყვნენ არის ის რომ იმდენად იღლებიან ადამიანები თუნდაც სამსახურში თუნდაც ხელფასის ლოდინში მიზერულ ხელფასზე მუშაობაში და გრძნობენ რომ მონობაში არიან სურვილი აქვთ რომ გაექცნენ მონობას ასეა მიზეზი რის გამოც უფრო დიდ მონობაში აღმოჩნდებიან არის ის რომ იციან რას უნდა გაექცნენ მაგრამ არ იციან რა მიმართულებით უნდა გაექცნენ და აღმოაჩენ ადამიანებს რომლებიც სამსახურიდან მოდიან იმისთვის რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ და ცოტა ხანში ხედავენ რომ უფრო დიდი სამსახური შეუქმნიათ თავისთვის და გახდნენ მონები, ხო? სადაც უფრო დიდი მონები გახდნენ იმისი რასაც გაურბოდნენ. რაღაცა საქმეს აკეთებენ კარგად, როცა სხვასთან მუშაობენ და ფიქრობენ რომ რა კი ამ საქმეში არიან კარგები, იგივე სფეროში რომ ბიზნესი წამოიწყონ, იმასაც წარმატებით გაუმკლავდებიან. ეს ვიდეო არ არის იმაზე რომ ესე არ უნდა ქნა, ეს ვიდეო არის იმაზე რომ თუ გინდა რომ შენი ბიზნესი გქონდეს სწორად როგორ უნდა გააკეთო. და ესე ფიქრობენ რომ თუ ამას ვაკეთებ მაგალითად 10 ადამიანისთვის და სხვასთან ვმუშაობ, ჩემთვის რომ ვიმუშაო თუნდაც 2 ადამიანისთვის, მეტი თავისუფლად რომ ექნება და ხშირია ესეთი. და აღმოაჩენენ რომ ადამიანებმა კი იციან საქმე კარგად როგორ გააკეთონ, მაგრამ არ იციან როგორ მოიზიდონ ადამიანები ვისთვისაც ამ საქმეს გააკეთებენ კარგად. რაც კიდევ უფრო აქტიური შეხება მომიწია სხვების ბიზნესებთან, სხვების საქმიანობებთან და ძირითადად საქართველოში ეს პრობლემა კიდევ უფრო ყოველდღიურად აქტუალური ხდება. როცა ადამიანები ყველაფერი თვითონ არიან თავიანთ კომპანიაში, გაგიკვირდება და გეგონება, იფიქრებ, რომ დიდი პატარა წვრილი, მსხვილი, ახალი, ძველი ამ კომპანიებს რა შეცდომებიც აქვთ, გეგონება, რომ ერთმანეთისგან აქვთ გადაწერილი. რა საინტერესოა. გეგონება, რომ ერთმანეთს უყურებდნენ და იმეორებდნენ იმ შეცდომებს,
საინტერესო მიგნება. ანუ რაღაცა ერთი გასაღებია მოსაწებნი. მიზეზი არის საერთო. რა კი ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ესე იგი მიზეზი არის საერთო. ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეხმარებოდა იაპონიას ფეხზე დადგომაში. და ეს კაცი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სისტემის გარეშე, 90% განწირულები არიან მარცხისთვის. ნომერ პირველი მიზანი უნდა იყოს შექმნან და გაასრულყოფილონ სისტემა, რომლის ქვეშაც ისინი იმუშავებენ. იმისთვის, რომ რაღაც ახალმა სისტემამ იმუშაოს, თუ ეს ახალი სისტემა მოთავსებული იქნება სხვა დიდ სისტემაში ან დაკავშირებული იქნება სხვა დიდ სისტემასთან, თუ გინდა რომ ამან იმუშაოს, უნდა იცოდე ის დიდი სისტემა როგორ მუშაობს. მაგალითად, მე თუ მინდა რომ შევქმნა რაღაცა სისტემა, რომელიც იმუშავებს ამ საათში, ჯერ უნდა ვიცოდე ეს საათი რა სისტემით მუშაობს, იმიტომ რომ მე რა სისტემასაც შევქმნი, წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ამ სისტემასთან. მართალია, ნამდვილად. ამიტომაც მივედით ბიბლიასთან, როგორც წყაროსთან, სადაც ახსნილია და აღწერილია როგორ შექმნა ღმერთმა ის სისტემა, რაშიც ვცხოვრობთ. ძალიან საინტერესოა, გიორგი. და მე ვდივარ დაბადების პირველ თავთან. აი, დაბადების პირველი თავი, რა კავშირში ახლა ვიხსენებ, პირველ თავში რა წერია ისეთი, იქ არის სულ შექმნა ამ დღეს ეს, შემდეგ იქნა საღამო, იქნა დილა და მოდი ეს დავიწყოთ. პირველი დასაწყისში ღმერთმა შექმნა, როცა წერია. განმახორციელებელი ვინ იყო შენ როგორ იცი? ნუ იქ მრავლობითში ამბობს შევქმნათ. მარტო არ იყო. ხო. პირველი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, არის ის, რომ იწყებენ რაღაცის შექმნას მარტო. და თუ ადამიანი მაგალითად უნივერსალურია და აქვს ბევრი შესაძლებლობები, რატომ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემა? მივიდეთ მაგამდე, მე ვფიქრობ, რომ ღმერთზე უფრო უნივერსალური შეუძლებელია ყოფილიყო და როცა ღმერთმა ადამიანის შექმნა, ნუ ჩართო სხვებით. სანამ ადამიანს შექმნიდა, მანამდე ძის დახმარებით შექმნა და ამ შემდეგ და დანარჩენი რაღაცები ძესთან ერთად შექმნა. ადამიანის შექმნა მარტო. თავის ხატად და თქვა, რომ არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა, იმიტომ რომ მის ხატად იყო შექმნილი და ღმერთმა იცოდა, რომ არ არის ადამიანის მარტო ყოფნა კარგი. და თავისი მაგალითით აჩვენებს, რომ როგორც კი დაიწყო შექმნა, მარტო აღარ იყო. წეგან ახსენე, რომ წერია პირველ დღეს ეს შექმნა, მეორე დღეს ეს შექმნა, მესამე დღეს ეს შექმნა. საიდან იცოდა, რომელ დღეს რა უნდა შეექმნა? ერთი დღის შემოქმედების შედეგს მოყვებოდა, თქვათ, მეორე. ანუ იცოდა, რომელ დღეს რა უნდა შეექმნა. კი. გეგმა ჰქონდა. აი რა სწორია. გეგმა ჰქონდა. ბიზნესების 99%-ს ბიზნეს გეგმა აქვთ, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება გეგმისგან. სულ სხვა გეგმა ჭირდება ბიზნეს. ის ბიზნეს გეგმა არა, რომელთაც ამ დღეს ამას ვიზამთ, მე ესე იქნება. ეგ ბიზნეს გეგმა სინამდვილეში არის კითხაობა. კაცმა ერთის რას იზამს, მაქსიმუმ რასაც მოახერხებ, ამის ბანკი მოგცემს რაღაცა კრედიტს ბიზნეს გეგმის დასაფინანსებლად, მაგრამ სამოქმედო გეგმა სხვა არის. ესე განსხვავდება ერთმანეთისგან. ნახე. ღმერთმა ვერ ნახავ ერთ დღეს, რომ ღმერთმა შექმნა რაღაცა პირველ დღეს, მეორე დღეს შექმნა კიდე რაღაცა, მესამე დღეს მეორე დღის გადმოყოლილი საქმე შექმნა. არა. ყოველ დღეს ის საქმე გააკეთა, რაც თავისი გეგმით ჰქონდა გაწერილი. რითი დაიწყო ღმერთმა თავისი გეგმის განხორციელება? დაიწყო იმით, რომ სინათლე და სიბნელე გამიჯნა ერთმანეთისგან. ასე წერია. სინათლე შემოიტანა. კი. სიცხადე შემოიტანა იმ სივრცეში, სადაც აპირებდა რა მიმართულებითაც აპირებდა რაღაცის განვითარებას. ნახე, არიან ბიზნესები, ბიზნესის დამფუძნებლები, რომელთაც ერთადერთი საწყისი წერტილი აქვთ, რომ გაექცნენ რაღაცას, მაგრამ რა მიმართულებით მირბიან, სიცხადე არ აქვთ. ვახ, რა საინტერესოა. სიცხადე არ აქვთ. ის ფაქტი, რომ პირველი და მეექვსე და ყოველ შემოქმედებითი დღის ბოლოს ღმერთი ამბობს, რომ კარგი იყო, ნახა რომ კარგი იყო. ხო, შეფასებას აკეთებს, ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი ქონდა გეგმის მიხედვით, რა შემთხვევაშიც იტყოდა, რომ ეს საქმე გაკეთებულია. ეს საქმე არ არის გაკეთებული. გეგმას მიყვებოდა და პირველი რაც გააკეთა იყო სიცხადე შემოიტანა. მაგარია. მეორე დღეს თუ გახსოვს. მეორე დღეს თქვა ღმერთმა გაჩნდეს სივრცე წყლებს შორის და გაიყოს წყლები. დაიწყო ღმერთმა სივრცის
წარმოქმნა და წყლების გაყოფა და სივრცეს უწოდა ცა და დედამიწა ქვედანაც. მანამ სანამ რაღაცა ღირებული იარსებებდა დედამიწაზე, ჯერ არ წერია რომ ან ადამიანი შექმნა არაფერი. უბრალოდ იცის საით მიდის და სანამ რაღაცა ღირებულს შექმნის, ზრუნავს უსაფრთხოებაზე. დაცული გააკეთა, გააყოს. და ხან კომპანიებში შეიხედები და არანაირი დაცვა არ აქვთ. არანაირი დაცვა არ აქვთ ინფორმაციის გაჟონვის, იურიდიული სამუშაო ძალის თანამშრომელი რო ხვალ არ მოვიდეს, მთელი კომპანია ჩერდება. ვახ, რა მაგარი. ადამიანები იწყებენ დოვლათის შექმნას და არ აქვს ნაფიქრი უსაფრთხოდ დააყენონ. ძალიან მაგარია. სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, ჯერ უამრავი კამერა დაყენდა და უსაფრთხოების რაღაც დაყენდა. და ერთმა უსაფრთხოების სამსახურმა რაღაცა რო გააკეთა, მეორემ სხვა გააკეთა და მესამემ მიაერთა და არც ერთმა სათითაოდ არ იცის ბოლო ჯამში რა გააკეთეს, იმიტომ რომ ერთმანეთის განაც დაცულია. ვა, მაგარი. კომპანიები იწყებენ თავიანთი მთელი რესურსის მოხმარებას, ტოვებენ მეორე დღეს, გადადიან უკვე რაღაცის შექმნაზე და ნაფიქრი არ აქვთ, როგორ დაიცვანის ეს რაღაცა მოულოდნელი რაღაცეების. ვახ, მაგარია. იტყვი რომ აი რა კავშირია ბიბლიასა და ბიზნეს შორის, იმიტომ რომ ბევრს ბიბლია მხოლოდ რელიგიური წიგნი გონიათ და რეალურად არის, იმიტომ რომ რელიგიასაც მოიცავს, მაგრამ გიღწევს როგორ აქვს შექმნილი ეს სისტემა და თუ ამ სისტემაში რაღაცის შექმნა გინდა შენს, გონივრულია რომ გაიმეორო იგივე რაღაცები, იმიტომ რომ აქ ესე მუშაობს. იმიტომ რომ რაც ამდა კაი აპლიკაცია გქონდეს, მაგალითად პროგრამა გქონდეს. კი ბატონო. თუ თავსებადი არ არის ამ კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან, არ იმუშავებს ერთმანეთთან, სამსახური კაი იქნება. ვა, ძალიან საინტერესოა, ძალიან. გაგიჟდები ესეთი ველოდებაც. აი უკვე ორ დღეზე ვისაუბრეთ. ორ დღეზე ვისაუბრეთ. მე ნახავ მესამე დღეს. აღმოაცენოს მიწამ ბალახი, თესლოვანი მცენარეები და თესლის მომცემი ხეები. დაიწყო მიწამ მცენარეების აღმოცენება მათი გვარის და მიხედვით და დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. დადგა საღამო, დადგა დილა მესამე დღე. ესეთი რამე გვიწევს. გიფიქრია რომ მიწას რომ ბალახი აღმოეცენებინა. ნაყოფს რომ თესლი მოეცა. და ამ რაღაცებს რო ემუშავა, ამ რაღაცებს ჭირდება სინათლე. მზედამთვარე კონკრეტულად. მხოლოდ სინათლე არა, მზედამთვარე ჭირდება. და მზედამთვარე არ არის შექმნილი ჯერ. არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები. შექმნა რაღაცეები, რაც იძლევა რეპროდუქციის, გამრავლების და შემდეგ ეს რაღაცა მუშაობს და რამაც უნდა ამუშაოს ეგ არ აქვს შექმნილი. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ დედამიწიდან გვიან დავინახეთ. აი ეს ვერსია ხო შეიძლება არა. თუ დედამიწაზე მზედამთვარე ხილული არ იყო, ბალახი ვერ ამუშავებდა. ვერ იმუშავებდა. ნებისმიერი ხელსაწყო, რომელიც ახლა მე შემიძლია შენ გაჩვენო, მაგრამ არ იყოს ჩართული. არა შენ მკითხო, ეს მუშაა? ხო. კი, მუშაა. მუშაობს, ეს რაღაცა მუშაობს, გაფუჭებული არ არის. მე გიხსნი რომ ეს სისტემა მუშაობს. შენ შეიძლება სისტემა ააწყო, რომელიც მუშაობს და შემდეგ მიაერთო წყაროსთან. კი ბატონო. ღმერთმა შექმნა სისტემა, რომელიც მუშაობდა, ეს არის სისტემა, რომელიც გამრავლდება თავისი გვარის და მიხედვით, მაგრამ დის ციკლთან ერთადაც უნდა იმუშაოს, ამას ქმნის შემდეგ. ბიზნესების უმეტესობა ახტება ამ ყველაფერს, იწყებს მე-6 დღიდან, არ მინდა რომ გავასწრო მოვლენებს, მე-4 დღე წაიკითხე. ესე იგი მე-4 დღეში აქ არის შექმნა მნათობები, როგორც ჩვენ თქვი, იმისთვის რათა გაენათებინათ დედამიწა, განალაგათ ცის სივრცეში, განეგოთ დღე და ღამე და ზღვარი დაედოთ სინათლისა და სიგნალის შორის. მე-4 დღე. მზედამთვარე, რომელიც ამ სისტემამ რო იმუშაოს როგორც სისტემა, შეუფერხებლად ამათთვის შექმნა მზედამთვარე, გააყო მათი მოვალეობები ერთი დღის მართველად თუ გამგებლად წერია. გამგებლად, მეორე ღამის, ანუ მზეს მისცა საკმარისი სინათლე იმისთვის, რომ დღე განაგოს, გაანაწილა მათი მოვალეობები. მზედამთვარე არიან მენეჯერები. კომპანიაში არსებობს სისტემა, რომელმაც რაღაცა უნდა აკეთოს და არ არსებობს მართველი, რომელიც ამ პროცესს წარმართავს. მე-5 დღის შემთხვევაში, შემდეგ ქმნის ცხოველებს, შექმნა ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველი და ყველა ცოცხალი არსება, რომელიც წყალში არიან, მათი გვარის და მიხედვით. ეს არიან გუნდის წევრები,
თანამშრომლები ასე ვთქვათ, რომლებმაც ეს სისტემა უნდა ამუშაონ, მაგრამ არა მზისნა მთვარის გარეშე. მენეჯერის გარეშე. ახლა მოიხსნება ის თავარი კვანძი, რატო ვერ ახერხებს საინტერესოა. ბიზნესის დამფუძნებელი, რომ დაისვენოს თუნდაც. რატო არის ძეულად აყვანილი თავისივე კომპანიაში? იმიტომ რომ შექმნიან რაღაცა სისტემას და ქირავენ თანამშრომლებს, გუნდის წევრებს, ვისაც აძლევენ მითითებას, როგორ უნდა იმუშაოს ამ სისტემამ და მუდმივად თვითონ უწევთ. და რეალურად მასზე ის დამოკიდებულს. გუნდის წევრები უყურებენ დამფუძნებელს ახლა რა ვქნათ იმისთვის რომ ამ სისტემამ იმუშაოს და მიზეზი არის ის რომ ამ სისტემას არ მიყვება ადამიანი თავის ბიზნესის შექმნის დროს ან აცლებს გონია რომ ჯერ თანამშრომლებს აიყვანს და მერე ნახავს ვინმე მართველს ვინმე მენეჯერს რომელზეც მათზე დააყენებს და ეგრე არ მუშაობს ღმერთმა შექმნა პირიქით ჯერ მართველები შექმნა სისტემა შექმნა შემდეგ მართველები და როცა მენეჯერს აიყვან, მენეჯერთან ერთად უნდა აიყვანო გუნდის წევრები, იმიტომ რომ გუნდის წევრები არიან ადამიანები, ვინც მიერთებული უნდა იყონ მენეჯერ ზესდამთვარეს, დამფუძნებლები ითავსებენ მენეჯერის როლს. შემდეგ ცდილობენ ნახონ ვიღაცა ვინც მის ადგილს დაიკავებს და არ მუშაობს. არ მუშაობს, იმიტომ რომ ზესდამთვარეს თავისი ციკლი აქვს, რომელზეც ეს ხოველები არიან აწყობილები. და ეხლა უცებ წარმოიდგინე, რომ 24 საათიანი ციკლი კი აღარა აქვს მზესდამთვარეს. 13 საათიანი აქვს და 72 საათიანი და გუნდის წევრები საერთო ენას ვეღარ ნახულობენ და ისევ შენზე არიან დამოკიდებული. ხო საინტერესო თემებია. აი გაიშალა ეს რაღაცა და საგიჟეთია. ვაიმე, არ ვიცი, ხა ბიბლია კი ვიცი რომ მეცნიერული სახელმძღვანელოა ისტორიული დეტალები, მაგრამ ამ მიმართულებით თუ აი ესე შეიძლება გაშლა, აი გაოცე. ესე რომ შეაჯამო. პირველი რასაც უნდა გააკეთო, საით მიდიხარ. ხედვა რა გაქვს. რა იდეა გაქვს, რა ღირებულება შეგიძლია, რა გინდა გავდეს შენი ბიზნესი. რაღაცა ხედვა უნდა გქონდეს. მეორე უსაფრთხოებაზე რომ შვიდად შეძლო შენი გეგმის მიყოლა. მესამე სისტემა, რომელიც თესლი ჩავარდება, თავისი გვარიზა მიხედვით გამრავლდება, აღმოაცენებს თავისნაირს, ნაყოფი ამოვა, ნაყოფიდან ისევ სისტემა მუშაობს და შენ ეს იტრიალებს. მენეჯერი, რომელიც ვისთვისაც გასაგები იქნება ეს სისტემა როგორ მუშაობს და დელეგირებაც ნახებ, გაყო ამათი, უთხრა შენ ღამე იქნები, შენ დღე იქნები და ცოცხალი ძალა, ვისაც მენეჯერი დაიხმარს ამ სისტემის სამუშაოდ. ვაიმე. ხო ხდები რა როგორი ნათელია. ხო ხდები რა სრულყოფილი ფორმულაა. სრულყოფილი ფორმულაა. სასწაული. როცა ცხოველები შექმნა, შემდეგ მე-6 დღეს შექმნა ადამიანი. გვირგვინი და შემდეგ წერია რომ დაისვენა. კი. მიზეზი რის გამოც ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად, ზუსტად იყო ის, რომ შეძლებოდა დასვენება. ხო ხდები, ანუ დააწყო ეს სისტემა და გინდა ვიღაცა, ვისაც ამას გადააბარებ. და ეს ვიღაცა უნდა იყოს შენნაირი, იმიტომ რომ შენი მაგივრობა გასწიოს ამ ნაწილში. ამიტომ შექმნა მის ხატად, მის მსგავსად, იმიტომ რომ მე არ ვიქნები. არ ნიშნავს, რომ აღარ მოუკითხავს, როცა აგზარული ნაყოფი ჭამეს, გუშინ ვფიქრობდი, ბაღში ატარებდა დროსო თუ რაღაცა წერია ღმერთიო და დაემალა. მიმოდიოდა. ნახე, კი აღარ შრომობდა, მიმოდიოდა. შვიდად, იმიტომ რომ ეს სისტემა აწყობა, აგერ თავისნაირი ადამიანი. შექმნა თუ არა თქვა რომ არ არის ამ კაცის მარტოყოფნა კარგი და შეუქმნა მასაც დამხმარე, ისევე როგორც თავადვე დამხმარით დაიწყო. თუმცა ადამიანსაც აბსოლუტური თავისუფლება არ ქონია, დაეკისრა პასუხისმგებლობა. თავისუფლებას არ აძლევ რა სტანდარტი იყოს იქ. გასაგებია. სტანდარტს შენ აწესებ. და შენ ამბობ რომ აქამდე უნდა მოაღწიო ძმაო. თავისუფლებას აძლევ როგორ მიაღწიოს ამ შედეგს. როცა მზე დააყენა დღის მართლად, დაუდო საზღვრები. ნახე, საზღვრები დაუდო ნიშნავს სტანდარტები დაუწესა. ამოხვალ ამ დროს ამოხვალ, ამ დროს ჩახვალ. ყოველ დღე აღარ ახსენებს, დღეს ხო იცი ახლა ამოსასვლელი ხარ. ანუ დღეს ხო იცი ჩასასვლელი ხარ. არა, მორჩა.
ის გითხარი, თუ არის ამ ჩაგანაცვლებ, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ მე შენ შეგახსენო. კი, და ისეთი სისტემა შექმნა, სადაც აი არ მუშაობს ენტროპიის კანონი, ანუ წყობრიდან არ გამოდის. წყობრიდან არ გამოდის. მუშაობს იდეალურად მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში. რასა გიჟეთია. ძალიან. არასოდეს ამ მიმართულებით არ მიფიქრია მთელი ამ წლების განმავლობაში. და ის როგორი მაგარია, რომ მისცა დავალება დაარქვა სახელი, მაგრამ იმაშიც არ ჩარეულა, რომ აი სახელი არ მომწონს და რამე სხვა მოიფიქრე და რაღაც ამდაგვარი, ანუ რამხელა თავისუფლება მიცა ხო წარმოგიდგენია. თავისუფლების ზომა რა შეიძლება იყოს? გეჭმევა ყველაფერი, ყველადან უფასოდ. ანუ მაგაზე მეტი თავისუფლების ის ხო შეიძლება ადამიან ყველაფერი შეგიძლია ქნა შეუზღუდავად გარდა ერთისა. კი. ამ ერთის გარდა ყველაფერი უფასოდ, ანუ მეტი თავისუფლების ზომა აღარ არსებობს რა ადამიანს მიანიჭა. ისიც იმასაც ჰქონდა იმ შეზღუდვასაც თავის დანიშნულება, რომ ის არ არის ერთპიროვნულად ბატონ პატრონი ამ ყველაფრის, ის მასაც უნდა ეგრძნო პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე. აუცილებლად. და უფრო მეტიც ადამიანს საცდელი ვადა ქონდა სამოთხეში. აკეთებ ამას, ყველაფრის თავისუფლება გაქვს, მაგრამ იცოდე რა შემთხვევაშიც შენ ჩემი მოსაწონი ვერ იქნები. ხო, აი რა მაგარია. კომპანიები, როდესაც ვიღაცას ქირაობენ, საცდელი ვადით უნდა აიყვანონ ნებისმიერი პირი. არ ნიშნავს, რომ ვალდებულება მაქვს შენზე, რომ ბოლომდე იყო იქ თუ არ თუ არ ხარ შესაბამისობაში იმ სტანდარტთან. თუ ამ სისტემას არ ამუშავებ, თუ ჩემს მაგივრობას არ წევ. რა მაგარია. ამ მაგალითიდან იდეალურად ჩანს დამფუძნებლისა და დირექტორის როლიც. კი, და პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რაზე გაქვს ამას? მენეჯმენტის როლიც ჩანს. და თავისუფლების ხარისხი რა? თავისუფლების ხარისხი ჩანს. თანამშრომლებთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ესე ჩანს, იმიტომ ნახე, მიზეზი რის გამოც ვერ ახერხებენ, რომ ბიზნესი გქონდეთ და თავად არ გახდნენ ბიზნესის ნაწილი, არის ის, რომ ვერ ხვდებიან როგორ უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება თანამშრომლებსა და სხვა გუნდის წევრებს შორის. რამდენჯერ გინახავს ისეთ დამფუძნებელი, ვისი დილაც ესე იწყება, რომ ერთი ჩემს თანამშრომლებს ვუთხრა დღეს რა ქნან. ანუ მზეს დღეს რომ საათზე ამოვიდეს ვუთხრა, ეგრე არ ხდება. არ არის მარტივი, მაგრამ აი როცა ცხადი ფორმულა არსებობს. მარტივი, ხო, თუ კი არიცი რა უნდა გააკეთო, როდის უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო და თუ არ გესმის რატო უნდა გააკეთო. და როცა ბიბლიის ამ მონაკვეთს კითხულობ, ხვდები რატო უნდა გააკეთო, ეგ არის ყველაზე მაგარი. რატომ ხვდები? მაგრამ იქამდე მისვლა არ არის მარტივი. ბიბლიური მონაკვეთი დაუკავშირო ამ რაღაცას და ამით რაღაც ფორმულა გამოიყვანო. ნახე, ამას ყველაზე დიდი პრობლემა რის გამოც ვერ ახერხებენ ადამიანები მზა სისტემებზე, მზა ფორმულებზე მიყოლას, არის ის, რომ გჭირდება ცოდნა რა უნდა აკეთო, გჭირდება ცოდნა სად უნდა აკეთო, გჭირდება ცოდნა როდის და როგორ უნდა აკეთო და გჭირდება ცოდნა რატო აკეთო ეს რაღაცა, რატო მუშაობს ეს რაღაცები. თუ რატომს გამოტოვებ, რთულია ვარ გესმის რატო აკეთე. და უფრო მეტიც ადამიანებს არც როდის უნდა აკეთონ ესმით, არც როგორ უნდა აკეთონ, ესმით მხოლოდ რა უნდა აკეთონ. კი ბატონო. და აკეთებენ რაღაცებს, რაც სადღაც სწორია, მაგრამ თუ სწორ რაღაცებს აკეთებ არასწორ დროს, არასწორი ფორმით, შედეგს არ მოგცემს. კი. დაბადებაში როგორც არის, როგორც კი ადამმა მოინდომა ღმერთობა, ჩაანაცვლა. სწორს ამბობ, ტიპა მოინდომა დამფუძნებლობა. მაინც აი ზუსტად ეგ არის რა, ეს სისტემა აგერ ხედავ როგორც მუშაობს, სწორად მუშაობს, დაცულიც არის, ესეც არის, ისეც არის. რაღა დამრჩა რომ იყო ღმერთი და ეს დამრჩა მინდა. მაგარი ამბებია. ნუ აი არ ვიცი. მაგარი ამბებია. მესამე თვალი გამეხსნა. ძანაგაცი. რა საინტერესოა. პირდაპირ ფორმულაა. როცა სისტემას აკეთებ, როცა მენეჯერი აკყავს, უნდა დარწმუნდე რომ ესმით სისტემა აქვთ საკმარისი უნარები და აქვს საკმარისი ინსტრუმენტები იმისთვის რომ ამ სისტემა მიმუშაოს. და мотиваცია გიორგი რამდენად მნიშვნელოვანია. თუ კი ადამიანებს მისცემ თავისუფლებას აი იმ სტანდარტს როგორ მიაღწიონ და სწორად აიყვან ადამიანებს. ამ ადამიანები
მისთვის мотивაციის შენარჩუნება გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე, იმიტომ რომ თავისუფლება აქვთ მოქმედებაში, ვიდრე მაშინ როცა დილით ხდება უფროსის სია. ეს უნდა ქნა, ეს უნდა ქნა, ეს უნდა ქნა, ეს უნდა ქნა. და ეს ადამიანები იწყებენ უკვე შენს ბიზნესში როგორც სამსახურზე ისე მოპყრობას. არა როგორც რაღაცაზე, რაზეც პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. ეს მაგასაკეთებელი და მორჩი. თუ ადამიანებს არ ესმით ეს რაღაცა რა დიდ სურათს ქმნის ემსახურება და რა გავლენას ახდენს, ახლა წარმოიდგინე რაღაც დავალება რომ მოხდეს ვიღაცამ. თუ არ მესმის ეს რასაც ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ, რა დიდ სურათს ემსახურება. კომპანიები რომლებიც იწყებენ, აი ყველაფერჩიკები არიან, ხო გაგიგია? აი რამდენს საქართველოში ზოგადად ეს კონტინენტია. ყველაფერჩიკობა ვერ გამრავლდება. ყველაფერჩიკობა ვერ გამრავლდება. გამრავლდება ვიწრო სპეციალიზაცია, რომ არა იმაში გიჟი ხარ. ხო, აი იმას ვაკეთებ, მაგრამ იმაში გიჟი ვარ. კი. ჩემი პირველი და მე ასეც ერთნაირია. რა სფეროში ხარ ახლა? ჩხილებს აკეთებ. რაშიც გინდა კვანტურ ფიზიკაში ხარ, უბრალოდ უნდა იყოს ძალიან მაგარი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეგეძლოს და უნარი გქონდეს სხვა რაღაცებიც აკეთო, არ ვარ შექმნილები იმისთვის, რომ ყველაფერი ვაკეთოთ. აბსოლუტურად. შექმნილები ვართ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სწორი ხედვა, სწორი ფოკუსი იმ რაღაცაზე, რისთვისაც გავჩნდით, სხვა შემთხვევაში მიხვალ გადაწვამდე. აი ზუსტად. წარმოიდგინე რა მაგარია, ღმერთს არ დაუწყე ყველაფრის თავისით კეთება. განმახორციელებელი ყავდა. ბიზნეს იწყებენ და განმახორციელებელი არ ყავთ. სმიტ-ვესონს ქონდა ესეთი პრობლემა. 1-7 თუ რაღაცა 10 კაცი ყავდა, ვინც იარაღებს აწყობდა. და თითო კაცი, ერთი კაცი ოღონდ რო დაიწყებდა, ბოლომდე შეეძლო აეწყო, მაგრამ ყველა იარაღი იყო განსხვავებული. იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანი აწყობდა და ყველა რო შეხედავდი ყველა ერთ და იგივე იყო, მაგრამ ბოლო ჯამში არ იყო მაინც ერთნაირი. ხელწერა ეთყობოდა ვისი იყო. შემდეგ დაჯდნენ და ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი დეტალის დამზადებ კონვეიერის სისტემა დანერგეს ერთი ადამიანი, რომელსაც ლულას აკეთებდა, მაგრამ იმ ლულას უკვე დღეში 2 წელს კი არ აკეთებდა, 50 წელს ჯერ მეც აკეთებდა. სამაგიეროდ მისი გაკეთებული ყველა ეს დეტალი იდენტური იყო თითქმის. და როცა ესმოდა ეს დეტალი სხვა დეტალთან რა კავშირში იყო, ყველა დეტალი ერთმანეთზე მიდიოდა უკვე. ანუ ხვდები არა მარტო დასწრაფდნენ, არა მარტო გადამრავლება დაიწყეს. ის რომ თითოეულს ესმოდა რას აკეთებდა, ამან მისცა შესაძლებლობა რომ წარმადობა გაეზარდათ. იმიტომ რომ თუ არ გესმის რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს შენი რაღაცა, თუ სტანდარტთან არ აკეთებ, იმას ვერ გაამრავლებ. ხო, აურა ზუსტია. ელი რო დაფიქრდე, ნებისმიერი რაღაცა ამ სამყაროში მრავლდება თავისთავად. აზრი რო აზრია, რომელიც შენ გითხარი, შენთანაც დარჩა და ჩემთანაც დარჩა და უამრავი ადამიანი ვინც ამას მოისმენს, იქაც დარჩა, ანუ აზრიც მრავლდება. კი ბატონო. ნებისმიერი რაღაცა პრობლემის გადაჭრას რო დაიწყებ რაღაცა შენი პროდუქტით ან სერვისით. რო დაიწყებ, კიდე მეტი პრობლემები იჩნდება. პრობლემაც მის გადაჭრას რო იწყება, მეტი პრობლემა იჩნდება, რომელიც უნდა გადაჭრა. რატო? იმიტომ რომ მეტ შესაძლებლობას გაძლევს. მეტი ადამიანის ჩართვის შესაძლებლობას გაძლევს, მეტი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას გაძლევს. ხვდები, ანუ მარტო თესლი კი არ მრავლდება და ნაყოფიერდება. ნებისმიერი რაღაც ამ სამყაროში მრავლდება თავისი გვარის დამიხედვით. კი ბატონო. სულ მესმოდა რომ პრინციპები და კი მესმის რეალურად პრინციპი რაც არის, მაგრამ სხვანაირად შემახედა ამ ბოლოს რაღაცეებმა, რომ პრინციპი არის კანონები, რითიც სამყარო იმართება. იმის გამო რომ სამყაროში ყველა სფერო ურთიერთკავშირშია, პრინციპი რომელიც მუშაობს ერთ სფეროში, თუ მას გადაიტან მეორე სფეროში, ამ პრინციპს იქაც მოუწევს დაადასტუროს თავისი უტყუარობა. აჰა. მიხდი? შესაბამისად, თუ ბიბლიაში ხედავ რაღაცა პრინციპს და ეს პრინციპი თუ სწორად გესმის, მაშინ ამას რო გადაიტან ბიზნესში, ბიზნესი უნდა გახდეს უკეთესი. კი ბატონო. თუ იგივე პრინციპს გადაიტან უპირატ ურთიერთობაში, უკეთესი უნდა გახდეს, იმიტომ რომ ამ სამყაროში ეს პრინციპია. კი, რა მაგარია. რა მაგარია. ძალიან. ცხოვრობთ სისტემაში, რომელიც მრავლდება. ანუ მრავლდება ყველაფერი მისი გვარის დამიხედვით, მრავლდება ტიპებს, რომ გონიათ, რომ მალე რესურსები ამოგვეწურება, შენ თუ ხარ რესურსი. გაქვს რაღაცა პოტენციალი. ამ სისტემის ნაწილი ხარ ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც კი შენს პოტენციალს გამოიყენებ, შენი პოტენციალი ახალ პოტენციალს ხსნის. წყარო არის ღმერთი, რომელიც ამოუწურავი რა, შესაბამისად შენ თუ მიერთებული ხარ მდინარეზე, სადაც წყალი არასდროს დაშრება. არასოდეს დადგები საფრთხის წინაშე, რომ შენ იქიდან წყალს ვერ მოიტან, მანამ სანამ არ გადაწყვეტ, რომ აღარ მოიტანო. ხო, აი, გასაგებია.
შეიძლება რესურსი დაგიმთავრდეს არა იმიტომ რომ წყარო დაშრა, იმიტომ რომ შენ შეწყვიტე რესურსად ყოფნა. კი ბატონო, და მისგან აღება შეწყვიტე. ხო. მოკლედ ძალიან მინდოდა ეს თემები შენთვის გამეზიარებინა. ახტოვანებული ვარ, გაოცებული და რაღაცა აზრზე მოვედი რაღაცა მხრივ. ძალიან გამიხარდა. არაფერს არ მეგონა დაბადების პირველ თავში მოთხრობილი ამბავი აი ამ მიმართულებით რაღაცა ფორმულებს თუ ჩამოაყალიბებინებ და ადამიანს სახელმძღვანელო პრინციპებს. საინტერესო რას მივაქციეთ კიდე ყურადღება. როდის დაისვენა ღმერთმა. სისტემა რო გამართა, მისი ჩამნაცვლებელი რო ნახა. კი. წარმოიდგინე მისი ჩამნაცვლებელი რო ნახა, მერე დადგა მომენტი, როცა დაისვენებდა. ანუ რა სისტემაც ააწყო, აი ამის შედეგები რომ ენახა. დადო ხელიდან, ხვდები ანუ დადო ხელიდან. მასში მუშაობა აღარ დაუწყია, ამ სისტემამ დაიწყო მისთვის მუშაობა უკვე. ადამიანების პრობლემა ეგ არის, რომ სანამ ისეთ სისტემას შექმნიან, რომელიც მისთვის დაიწყებს მუშაობას, მანამდე წყვეტენ ამ სისტემაზე მუშაობას. ხო, აი როგორ აი. ხო ხვდები და ამ შემთხვევაში ყოველთვის უწევთ რომ იყონ ამ სისტემაში მომუშავეები, იმიტომ რომ მანამ შეწყვიტეს მასზე მუშაობა, სანამ ეს დაიწყებდა აქეთ მუშაობას. აჰა, ეს ხა ძალიან მაგარი რამე თქვი. ხო ხვდები? კი. ეხლა რომელიმე დღის ფრაგმენტი რო იყოს ამოჭრილი, ხო სისტემა სრულყოფილად ვერ იმუშავებდა. ამიტომ აი რაღაც ნაბიჯებს როგორც მეორე დღე რო იყოს უბრალოდ რა, გამართე ყველაფერი და დაგეცა რაღაცა და გაგაკრო იმასავეთ. კი. ზე მთვარი არ არის და ყოველთვის ღმერთი ჭირდება იმისთვის რომ ეხლა ერთი ეს გათენდეს და ღამდეს. მისასვლელი ვარ ერთი დღეს უნდა ის გათენდეს და ღამდეს. ხო, ამ დროს აი რასაც ეხა რაც მახსენდება ყველაფერი აი ესეთი დამახინჯებული სისტემით მუშაობს და ამიტომ იდება უამრავი რესურსი და შედეგი არ ჩანს. და მიზეზი რის გამოც გეგონება რომ ყველა კომპანიას ერთმანეთისგან აქვთ გადაწერილი შეცდომები არის ზუსტად ეს. ვახ, ნებისმიერი კომპანია დარწმუნებული ვარ. აი კომპანია რომელიც ორიენტირებულია რომ ცოტა წინ წავიდეს და რაღაცა გაიზარდოს ამ ფორმულით აი 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ ზრდის მასშტაბი რომ წარმოიდგინო ელი წარმოიდგინაც არ გინდა უნდა დააკვირდეთ თესლს ნებისმიერ სულელს შეუძლია ვაშლში თესლი დათვალოს მაგრამ თესლში ვაშლს მარტო ღმერთი დათვლის რომ დაფიქრდეთ ზრდის მასშტაბზე ერთი თესლიდან რამდენი ნაყოფი შეიძლება მოისხა და იქედან კიდე რამდენი აი მაშინ მაგაზე უნდა დაფიქრდე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ სისტემით მუშაობ. პირველად რომ გამოვცადე რაღაცა ჩემს გარეშე როგორ მუშაობდა არ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე მიშვეული ვიყავი, სადაც ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებდი. იმიტომ მომეწონა ეს რაღაცა ესე განსაკუთრებით რომ დავინახე ჩემი თავი მანამდელი და შემდეგი. და მეთქი გამომიცდია. აი მე რა საინტერესოა, აი რა კარგი რამე თქვი, რაღაცა სისტემა, რომელიც კი ააწყო და მუშაობს შენს გარეშე გამართულად. ეგ არის ბიზნესი. რა მაგარი. ბიზნესი არის რაღაცა, რომელიც შედგება პროცესებისგან. და როცა სამსახური გაქვს, შენ თვითონ ხარ პროცესი. ხვდები შენ თვითონ ხარ პროცესი. ამიტომ შენ თუ გაჩერდი, ჩერდება ყველაფერი. და მთელი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული, ვერ ისვენებ. ხო. შაბათი კვირა შენთვის არ არის. გადაღლილი ხარ იმაზე მეტად, ვიდრე რიგითი თანამშრომელი. რამდენი მახსენდება, რაც საკუთარი კომპანია გააკეთეს, ჩავარდნენ დეპრესიაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად არიან დღე-დაღამე ოფისებში. არა და პირველი რაც უნდა გააკეთონ, უნდა ნახონ ვიღაცა მასწავლებელი ვინც ეტყვის, ვინც დღის ბოლოს ეტყვის, რომ დღეს კაი იყო. სწორად აკეთებ. ნახე, შემფასებელი ჭირდებათ. ჭირდებათ ვიღაცა ვინც განახორციელებს მათ იმ გეგმას და გუნდი რომელთანაც არ იქნება ჩარეული რომ შენ ეს უნდა ქნა. უნდა უთხრას რომ ეს არის სტანდარტი, ამაზე ხარ ანგარიშვალდებული. და დანარჩენი თვითონ როგორც კი არ აძლევ ამ თავისუფლებას ართმევ შენი თავისუფლების წართმევის ფასად. აი ზუსტად ეგ არის. ზუსტად ეგ არის. სხვის თავისუფლებას ართმევ შენი თავისუფლების. საკუთარი თავისუფლების დათმობის ფასად, იმიტომ რომ მე რეუბნები რომ ესე კი არ უნდა გექნა, ისე უნდა მაგისტრის მენეჯერი არსებობს. ამ დროს მიზანი გაქვს რომ უფრო თავისუფალი იყო და ამ დროს პირიქით საკუთარ თავისუფლებას იხდი. აუცილებლად. ვახ. სხვას თუ ართმევ თავისუფლებას იხდი შენი თავისუფლებით. დიდი მადლობა გიორგი. სასწაულს მოგოფილ სამყაროში ცხოვრობთ. ძალიან დამეხმარე. გამიხარდა შენთან საუბარიც გამიხარდა შენთან ესეთი მეიმედი მოხდა საინტერესო ჩართვა გამოგვივიდა მე და ჩემს მეგობარს უნდა იცოდეთ რა საოცარი მეგობრები ყავს. მადლობა გიორგი.
შევხვდებით მოკლედ შემდეგზე ახლა გავთიშავთ მე და ელზას სალაპარაკო არ დაგვიმთავრდება მოიცა ეს გავთიშო